გითხრათ სიმართლე ცოტა მომაბეზრებელია ჩემი მხრიდანაც მათ შორის ხშირი საუბარი ასე მაგალითად TV იმედის პროპაგანდაზე და იმ საზიზღრობებზე პირდაპირ მნიშვნელობით საზიზღრობებზე რომლებსაც ეს მედია საშუალებად წოდებული კანტორა სთავაზობს აუდიტორიას სთავაზობს მაყურებელს მათ შორის სოც მედიის გამოყენებითაც დღეს მოგვილოცეს ნიკოლოზობა და მე დაიწყო რა არ დაიწყო ამ ტელე იმედმა თუ TV იმედმა რა არ გაავრცელა მაგალითად ევროკავშირის სამიტი რუსული აქტივების გამოყენების ჩაშლით დასრულდა ლიდერები 90 მილიარდს ისესხებენ და უკრაინას სესხად გადასცემენ იმას კი აღარ წერს თქვენს მიერ ბევრი თქვენგანის მიერ მოწონებული TV იმედი და შესაბამისად საქართველოს de facto ხელისუფლება რომ ეს 90 მილიარდი უნდა გაისტუმროს როცა იქნება მაშინ უნდა გაისტუმროს რუსეთის ფედერაცია ამის თქმა მათ არ აწყობთ საბაგეოდ აწყობთ ესეთი ცუდი კარდის ვიზუალურადაც ცუდი მაგრამ აი სხვათა გასაშავებელი კარდის გამოტანა ვითომ დაღვრემილი ზელენსკი მაკრონი ურსულა ფონ დერ ლაიენი კანცლერი მერცი კაია კალასი და სხვები ეს არ არის ერთადერთი ტყუილი რასაკვირველი ერთადერთი არასწორი ინფორმაცია ერთადერთი პროპაგანდისტური ინფორმაცია და ერთადერთი ტყუილი რომელიც გაავრცელა TV იმედმა და ერთადერთი საზიზღრობა ასე გეტყვით აი რომ ასკროლავ თუ ჩასკროლავ სხვასაც ცხადია სხვა ამგვარ ინფორმაციასაც გადაეყრები კვლავ ვიმეორებ მოგსაბეზრებელია თუ მომაბეზრებელია ამაზე საუბარი იმიტომ რომ გლისთავზე სახარების კითხვას გავს ერთის მხრივ და მეორე მხრივ მათი დამუნათებაც აზრს მოკლებულია და მესამე მხრივ ისინი არ შეიცვლებიან მათ უკვე აიღეს ბილეთი ამ ადამიანებმა რომლებიც ასეთ საზიზღრობებს ჩადიან უკვე აიღეს ბილეთი რუსულ საქართველოში ისინი კომფორტულად არიან რასაკვირველია მაგრამ ნამდვილი საქართველო როცა იქნება ნამდვილი საქართველო როცა დადგება როცა შეიქმნება არ მინდა ასე პირდაპირ მნიშვნელობით გამიგოთ რომ გამათხოვრდებიან მეთქი მაგრამ ვინც პოზიციას არ შეიცვლის ისინი გამათხოვრდებიან ხოლო ვინც პოზიციას შეიცვლის პერსონალურად მე იმის მომხრე ვიქნები რომ ისინი არც მივიღოთ ნამდვილი საქართველოს რიგებში მეთქი ასე ვიტყვი დიახ მათ უღალატეს პროფესიასაც აღარ ვლაპარაკობ იმაზე რომ უფრო მნიშვნელოვანს უღალატეს ქვეყანას მაკრონი ევროპისათვის სასარგებლო ბრჭყალებში იქნებოდა პუტინთან ხელახლა ურთიერთობა იმას კი არ განმარტავენ რომ პუტინთან ხელახლა ურთიერთობის მომხრე თუ ვინმე არ არის სწორედაც რომ საფრანგეთის ლიდერია მაგრამ ეს გამოიტანეს სიტყვა სასარგებლო ბრჭყალში ჩასვეს და ციტატის გაგრძელება კი აღარ გაუცვლიათ საზოგადოებისათვის მე ვინმე არ ვიცი ეს ვინ არის ოღონდ სიმართლე გითხრათ გიორგი გაბუნია ისე გვესაუბრებიან ამ ვინმე გიორგი გაბუნიაზე და ისე გვაცნობენ მის ციტატას თითქოს ესეც ჰაიდეგერი იყოს ამიტომ თქვენის დებართვით მასზე არ შევჩერდები უბრალოდ არ ვიცი ვინ არის გიორგი გაბუნია მომიტევეთ არ ვიცი გიორგი გაბუნია ვინ არის და მინდა რომ არ ვიცოდე ვინ არის ეს გიორგი გაბუნია კონკრეტულად მე არის ეს რა ქვია ვინმე გეგეჭკორი ცოტნე გეგეჭკორის გადაცემას ქვია წარმოიდგინეთ ევროანატომია საქართველოს de facto ხელისუფლების პროპაგანდისტურ არხებზე იმედზე პოზიტივიზმ მგონი საზოგადოებრივ მაუწყებელზეც მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რომც არ გადიოდეს მისი ცალკეული ლიდერები ხო მისი ცალკეული წამყვანები ყოველგვარი სპეციფიკური გადაცემის გარეშე ამგვარ ანტიევროპულ გზავნილებს ისედაც გვაცნობენ ხოლო იმედსა და პოზიტივიზმზე სპეციალური გადაცემებიც კი აქვთ გაკეთებული და რუსთავი ორიც ან ემზადება ან გააკეთებს ან არ გააკეთებს მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ყოველი საკადრო ტექსტი ნებისმიერი წამყვანისა არის სწორედაც რომ ამგვარი ამიტომ ცოტნე გეგეჭკორზე თქვენის დებართვით არ შევჩერდები შალვა პაპუაშვილზე არათუ ცოტნე გეგეჭკორზე არამედ შალვა პაპუაშვილზეც კი არ შევჩერდები რომელიც ამბობს სისულელეს დიდხანს არ შევჩერდები 2008 წლის შემდეგ წლიდან წლამდე გვესმოდა რომ აუცილებლად გახდებიან უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები დიახ საქართველო და უკრაინა გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები
გახდებიან, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება და როგორც კი ჩვენ შესაბამის პირობებს დავაკმაყოფილებთ. ესე უნდა მეთქვა მაინც და მაინც არანაირი ორპირი ქარი, არანაირი ისეთი ქარი, რომელშიც ჩვენ ვცივდებოდით ფილტვების ანთება, გვემართებოდა თუ ტვინის გაყინვა და ახლობით ისეთი როგორც დაემართა შალვა-პაპუაშვილის გამობიძინების შემდეგ, რა საკვირველია არ გვემართებოდა. დიახ, მომენტუმს ველოდებოდით, ეს მომენტუმი შეიძლება დადგეს და ყოველ შემთხვევაში რუსეთის დასუსტების და სათანადო სუსტ კონდიციამდე მიყვანის შემთხვევაში, ან ნატოში, ან უსაფრთხოების სხვა რომელიმე კოლგის ქვეშ, ახალი კოლგის ქვეშ, საქართველოს გაწევრიანდება და უკრაინაც და უკრაინა უსაფრთხოების კოლგას იღებს, რომ არ იღებდეს უკრაინა უსაფრთხოების კოლგას თუ კოლგებს, უკრაინა ახლა არ იარსებებდა და ახდებოდა ოცნება ბიზილა ივანიშვილისა და შალვა-პაპუაშვილის ეგრამაგის პასუხია ვარემორის სიტყვით რეპლიკა, ვინმე სუფიქრია კი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას რომ არ უფიქრია გასაგებია, მაგრამ აი თქვენგან ვინმე სუფიქრია კი იმაზე, რომ როგორც კი დასრულდება ომი ნებისმიერი შედეგით, მოდი ასე ვიტყვი, ომი უკრაინაში ყისიერად გააფარჩაკდება ჩვენი ეგრეთ წოდებული ეკონომიკური მდგომარეობა თუ ეკონომიკური ზრდა. ეხლა თუ თავს იწონებს ბანდიტი კობახიძე 9-10%-იანი ზრდით, მერე უკვე ყისიერად ჩამოვარდება ზრდა. რატომ? იმიტომ რომ საქართველო არის შავი ხვრელი. იმიტომ რომ საქართველოს ექსპორტზე და ექსპორტის გვეძახით თორე რეექსპორტზე, ამაზე ცალკე ვიდეო ბლოგს გავაკეთებ. რეექსპორტზე გააქვს დიდი რაოდენობით პროდუქცია რუსეთის მიმართულებით ან რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე, მაგალითად ყაზახეთში გააქვს, მაგალითად ყირგიზეთში გააქვს. რუსეთის მიერ ერთგვარად კონტროლირება ტერიტორიაზე 650 მილიონი დოლარის პროდუქცია გადის საქართველოდან ექსპორტის სახით უშუალოდ რუსეთში, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის ფრთებქვეშ არიან ერთგვარად, იქ გადის დაახლოებით 1.3 მილიონის პროდუქცია და ეს როგორც კი მოხდება, ანუ თუ დასრულდება ომი, ჯერ ერთი აქაური რუსი ტურისტებად წოდებულები გაბრუნდებიან რუსეთში და აქ ფულს აღარ დახარჯავენ, ეს ერთი. მერე უკრაინელები ვინც არიან, ისინიც გაბრუნდებიან უკრაინაში, მშვიდობიან უკრაინაში და ისინიც არ დახარჯავენ ფულს. მერე ეს ჩვენი მშენებლები უშავო სამსახურეების დონეზე უკლებლივ ყველა გადავა უკრაინაში, იმიტომ რომ იქ გაჩნდება დიდი ფული და აქ მშენებლობები აღარ გაგრძელდება და უამრავი რამ მოხდება და ასე შემდეგ. საქართველოს გაგიკვირდებათ და ეკონომიკური სიძლიერის ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ თვალსაჩინით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება არ აწყობს, მაგრამ არ უნდა აწყობდეს, მაგრამ სადა აქვს ტვინი კოლექტიურ თუ კონკრეტულ კოდს, რომ ამაზე იბრძელოს და ამაზე იფიქროს ვითომ მშვიდობის მოყვარულმა თუ ყოფილმა. ნატო არ გაფართოვდებაო, შემდეგი ლინკი იმედზე გამოქვეყნებული პაპუაშვილისა, ნატო არ გაფართოვდებაო, არც აპირებდა გაფართოვებასო, რაც არის ტყუილი და სხვა თუ არაფერი ჩვენ ნატო სტანდარტების, მაგალითად ჯარი, ახლა რომ დაჩაჩანაკებულია, ისეთი ჯარი ყავდა ნატო სტანდარტებს აკმაყოფილებდა. აქვე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მე დღესაც მყოფ შეიარაღებულ ძალებში, დღესაც მყოფ სამხედრო მოსამსახურებს გიბოდიშებთ სამხედრო მოსამსახურებს უდასტურებ პატივისცემას. დღესაც შეიარაღებულ ძალებში, თავდაცვის ძალებში მყოფებს. ყველანი ხართ ის ადამიანები, რომლებიც უკვე იცავთ ქვეყანას და მომავალშიც დაიცავთ. იცავთ და მომავალშიც დაიცავთ. არც ერთ შემთხვევაში თქვენი პოლიტიზირება არ შეიძლება თქვენი თუნდაც მითქვამს, რომ სამოქალაქო პოზიცია მაინც დააფიქსიროს რომელიმე მოცემე, რომელიმე ჯარისკაცმა ოფიცერმა მეთქი, თქვენი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებაც კი არ შეიძლება, მანამ სანამ ამაზე უფრო კრიტიკული ვითარება არ შეიქმნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ შეიქმნება, თქვენი ხმა იქნება ძალიან მაღალი და თქვენი ხმა იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს. მე ვგულისხმობ ახლა თავდაცვის ძალებში მყოფებს და მე ვგულისხმობ პირებს, რომლებიც თავდაცვის ძალებში აღარ არიან საქართველოში, მაგრამ აღარ არიან თავდაცვის უწყებაში, თავდაცვის ძალებში, აგრეთვე ემიგრანტებს და არა მხოლოდ უკრაინაში წასულებს
ჩვენ ვართ ყველანი ერთნი, თქვენ ხართ ყველანი ერთი, თქვენ ხართ ერთი დიდი ჯაჭვი და ჩემი აღფრთოვანებაც გულახდილად გეტყვით და პატივისცემაც რასაკვირველია თქვენ უკლებლივ ყველას ხა ბევრს ვიცნობ მერქი ხმამაღლა გამომივა ცხადია ცოტას ვიცნობ ასე რაოდენობრივად მაგრამ საკმაოდ რაოდენობით ოფიცერს ვიცნობ და ბევრმა შესაძლოა გაიგო კიდეც ჩემი გზავნილი ადრესატი ვინც არის ვისაც ვიცნობ ისინი არიან ადრესატები ხა ისევ პაპუაშვილს დაუბრუნდები რომელიც სხვადასხვა შეერაღებული ძალების პირდაპირ მნიშვნელობით მტერიც არის მოკლედ სკროლავ ამ იმედს და რას არ წააწყდები მაგალითად ესეთ ინფორმაციას იმის თაობაზე რომ ნახეთ როგორი ინფორმაცია გაავრცელა პუტინი საერთოდ პუტინის ციტატას რატო უნდა ავცელებდე ხო ეს სიმართლე გითხრათ არ მესმის მაგრამ იცით რა სულ გამოსჭვივის იმედის კარდებიდან თუ გავრცელებული ინფორმაციებიდან რომ ესენი რუსეთისკენ არიან აი უნდათ თუ არ უნდათ ოღონდ კარგად მინდა ავხსნა მაყურებლისთვის ესენი თავად კი არ იგონებენ ამ კარდებს ან კი არ ფიქრობენ თემაზე რა ინფორმაცია გაავრცელონ პარტია ქართული ოცნების პარტია შესაბამისი კურატორები მათ კარნახობენ რომ ესა და ეს ინფორმაცია გაავრცელონ იქ პარტიაში სადაც არის ეს პარტია ბოლშევიკთა ქართული ოცნებისა იქ შედან ადამიანები რომლებიც მუშაობენ მედიის მიმართულებით და მედიის მიმართულებით მუშაობენ რა პოსტივის იმედს და ასე შემდეგ ფოჩიან კამპეტებსაც უგზავნიან პერიოდულად ანუ პრემიებს ეუბნებიან რომ თქვენ აი გენახეთ წარმოიდგინეთ ამ მდგომარეობაშია TV პირველი და TV ფორმულა ამ მდგომარეობაში თუ არ გინდათ რომ აღმოჩნდეთ ცალკეული ჟურნალისტები ამ თლიანად მედია თქვენ უნდა გამოაქვეყნოთ ის რასაც ჩვენ მოგაწვით და აი გამოუქვეყნებიათ ზელენსკის განცხადებების გათვალისწინებით ჯერჯერობით მათი მხრიდან მშვიდობის სურვილს ვერ ვხედავთ უთქვამს ეს მსოფლიო მტერს მშვიდობის მტერს ვლადიმირ პუტინს რომელიც აგრძელებს სწორედ ის აგრძელებს ომს და იმედი კი გვამცნობს და გვახარებს და საზოგადოებას რომელიც მისი მომხმარებელია თითქოს და ეუბნება რომ აი ნახეთ ზელენსკია სწორედ ომის გაგრძელების სურვილი არა და ომი უნდა დასრულდეს რასაკვირველია ომი უნდა დასრულდეს საბართლიანად და ომი უნდა დასრულდეს ისე რომ უკრაინამ არ დაკარგოს გურია არა რასაკვირველია გურია ხომ არ არის უკრაინაში არა ცხადია გულისხმობ დონბასს ან კირივს და ყინიმსა და დონბასს ზაპოროჟიესა და ხერსონს ერთად და წარმოიდგინეთ ვინმე რო გეუბნებოდეთ რუსი ამომგდები საზიზღარი პუტინისნაირი ტიპი ან პუტინი რომ აი გურიას წაგართმევთ ან სამეგრელოს ან კახეთს წაგართმევთ ოღონდ კი იყოს ჩვენ შორის მშვიდობა ოღონდ იმ კახეთსაც იმ გურიასაც იმ სამეგრელოსაც ჩვენს და იმ დონბასსაც იმ ხერსონსაც იმ ზაპოროჟიესაც და იმ ყინივსაც იმ შემთხვევაში უკრაინის კონტექსტში გამოიყენებს იმისათვის რომ მომიჯნავე რეგიონებს დაესხას უკვე შემდგომ თავს მაგრამ იმედს ეს არ აინტერესებს იმედი ევროსკეპტიკოსების აზრებს გამცნობს ჩვენ და არსებითი წინააღმდეგია რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების არ იყოს რომ საქართველოს გაწევრიანდეს ალიანსში საქართველოს გაწევრიანდეს ევროკავშირში და ლაპარაკობს ესე გამოსჭვივის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება სუვერენულ დემოკრატიაზე სუვერენული დემოკრატია 21 საუკუნეში არის მარცხის ტოლფასი სუვერენული დემოკრატია 21 საუკუნეში არის ქვეყნის მარტოდ დარჩენის მადასტურებელი და სუვერენული დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ დემოკრატია სად არის ამათ მიერ აშენებული, მაგრამ სუვერენული დემოკრატია ამათ პირობებში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რუსეთი მოგვიიღლიავებს რომელიღაც ეტაპზე და საქართველოს სახელმწიფო როგორც ასეთი გაუქმდება, როგორც კი საზღვრების გადასინჯვა მოხდება ძალით, მოხდება ვთქვათ და უკრაინას დაათმობინებენ ყირიმს და იურე არ დათმობს, მაგრამ დაათმობინებენ ვთქვათ დე-ფაქტო ყირიმს ან დაათმობინებენ დონბას დე-ფაქტო ან ზაპოროჟიეს და ხერსონს დამატებით, ეს ნიშნავს, რომ გადაისინჯა საზღვრები ჩინეთს, ტაივანისკენ ეხსნება გზა, იქ სხვა კონფლიქტები წარმოიშვება სწორედაც რომ აღმოსავლეთში ევროპაშიც კი სულ მინიმუმ ბალკანეთზე იქნება რამდენიმე კონფლიქტი გაღვივდება, ხელახლა დაიწყება. სერბები ეთქვიან, რომ ეს არის ჩემი სულ მინიმუმ კოსოვოს ეთქვიან, ეს არის ჩემი ტერიტორია და მე უნდა აგე ამერიკაცრავად რუსეთმა თუ დაიპყრო უკრაინის ნაწილი, მე რატო არა მაქვს უფლება რომ კოსოვო კვლავ შემოვიერთო და ასე შემდეგ ეს არის დაუსრულებელი პროცესი ევროპის ძლივს დამშვიდებულ 60 წელია დაახლოებით ხო პლუს მინუს დამშვიდებულ თუ და მეტიც ხო მეტი რასაკვირველია 53-დან დაძლივს დამშვიდებულ
კონტინენტზე 45-დან თუ ვიანგარიშებს, საერთოდაც 80 წელია, რაც ევროპა დამშვიდებულია და ახალი კონფლიქტების კერა იკაჩდება მას შემდეგ თუ რუსეთმა მიაღწია საკუთარ საწადელს, მაგრამ იმედს ეს არ აინტერესებს, იმედის ქარდის გამკეთებელს ან იმედისთვის ბრძანების მიმცემს, რასაკვირველი აინტერესებს ახლანდელი 3880 ლარი და დედასტირებია საქართველოსაც და აფეთქებულა მთელი მსოფლიო, ოღონდ კი ეს 3880 ლარი ჩაიჯიბოს და მერე სად არის მაგათი ოფისი? დიღომში ხო, დიღმის შაურმა, ხეთქოს თუ დიღომში შაურმა არის. მაგრამ ამ ყველა პოსტს შორის მერე უკვე არის სხვა პოსტებიც და ასე შემდეგ, მაგრამ მანამდელი ერთი პოსტი უნდა გაგაცნოთ ახლა თქვენ მიგაქცევინოთ ყურადღება. იცით თქვენ რომ ზურა ჯაფარიძე გამოვიდა საპატიმროდან. როგორ არ უნდა მიესალმოს სულ რომ დამნაშავე იყოს კაცი, ის იჯდა პოლიტიკური ნიშნით ის პოლიტიკოსია და ხო გახსოვთ რატომაც იყო დაკავებული, იმიტომ რომ კომისიაზე არ გამოცხადდა და ბანდა ხელისუფლებამ თქვა რომ შვილებს ვერ ნახავ, მეუღლეს ვერ ნახავ მომაკვდავ მშობელს და ასეც მოხდა მერე გარდაიცვალა მისი მშობელი. ვერ ნახავ მომაკვდავ მშობელს, იმიტომ რომ შენ კომისიაზე, ბანდიტი წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადდიო. და ზურა ჯაფარიძე დააპატიმრეს, უკვე შემდგომ მოხდა ის ამბავი, მისი მშობლის გარდაცვალება და 15-27 წუთით გამოუშვეს ბორკილდადებული მიიყვანეს მშობელთან სასახლესთან და მერე ბორკილდადებული გაიყვანეს იმ ბინიდან, სადაც იყო დასვენებული, ცხონებული. აი ამ ადამიანზე ვლაპარაკობთ. კვლავ ვიმეორებ, თუნდაც იყოს მათეული გაგებით დამნაშავე. ხო და ამ დამნაშავე გამოვიდა, ჩაეხუტა შვილებს, ჩაეხუტა მეუღლეს, ახლოს მისივე თანაგუნდელები, თანამებრძოლები, თუნდაც უცნობი ადამიანები მოყვა რაღაცას კიდე ვერ გვიამბო, იმიტომ რომ სამომავლოდ გადადო, ეხა მედია ბუნებრივია ამგვარი რესპონდენტის მიყვანით დაინტერესებულია, ხვალ რაღაცას ეყოლ ექნება ინტერვიუ მასთან, ზეგ ექნება ინტერვიუ და მე არც მისდია გულახდილად გეტყვით. არც ვცდი, იმიტომ რომ იმაჩნია რომ ზურამ უნდა დაისვენოს და ზურამ პირველ რიგში უნდა გაატაროს ავის პირველი 2 დღე მაგალითად, თუმცა დღეს აქციაზე იქნებაო, ამბობენ და მითხრეს და მეც აქციაზე ვიქნები და მე პერსონალურად ნახავ, მაგრამ ნახვისასაც მე არ ვეთქვი რომ ზურა იქნება და აი კვირას ჩემი გადაცემაა და 3-დან 4-20 წუთამდე მოხვიდებით კი. არ ვეთქვი, მას თავისი ემოცია აქვს, თავისი ასე შემდეგ. ძალკე თემა. მაგრამ ორი სიტყვა რო არ თქვა მასზე არ შემიძლია. ყველა ვინც დაპატიმრებული ხავს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას და მათ შორის ზურა ჯაფარიძეც, ზურა გირჩი ჯაფარიძეც არის პოლიტპატიმარი და არის პატიმარი. აი იაგო ხვიჩიას ხმა რო არ მოუღია მის ყოფილ თანაგუნდელზე, ეს იაგო ხვიჩიას სიცუდეზე უფრო მეტყველებს და კიდევ ახო მეგრელიშვილისა და არა ზურა ჯაფარიძის სიცუდეზე. აქედან გამომდინარეც არის ჩასკუპებული ხვიჩიას გირჩი სახელისუფლო ნავში. ეს ხო გასაგებია. ხო და ამ ზურა ჯაფარიძე გამოვიდა და იქ ბევრი რამ თქვა და როცა კითხეს სავარაუდოდ რომ ყველაზე დიდი სირთულე რა არის ციხეშიო, რასაც შენ შეხვდიო, რასაც შენ შეეჩეხეო, ზურამ უპასუხა ასე, სექსის ნაკლებობა. ხო, ბუნებრივი პასუხია, 21 პოსტმოდერნისტულ ქვეყანაში კი არა, საზოგადოებაში და ეპოქაში ვცხოვრობთ, ხო, საუკუნეში ვცხოვრობთ. და ასე შემდეგ. ეხლა ეს არ არის სტანდარტული დისიდენტური პასუხი, მთლად გულახდილები თუ ვიქნებით, ვაცლავ ხაველი ამგვარ პასუხს არ გასცემდა. მაგალითად, ანავის მერაბ კოსტავა. მაგრამ ეს არის ამ პერიოდისთვის, ამ ეპოქისთვის შესაბამისი პასუხი თან გულწრფელი. სირთულე ამაზე მეტი არ არის. აი ამას ამბობს. იმედმა შვილებთან ურთიერთობა, შვილებთან კომუნიკაციის კადრი კი არ გამოიტანა. მეუღლესთან კომუნიკაციის კადრი კი არ გამოიტანა. ის კი არ თქვა, რომ ზურაბ ჯაფარიძე ადარებს დღევანდელ საქართველოს დღევანდელივე ჩეჩნეთს და ამბობს რომ ამ გზაზე ვართ. იმაზე კი არ ილაპარაკა იმედმა როგორც ბჭყალებში, იმედმაც არა, ბანდიტმა ირაკლი რუხაძე. რომ აი ჩვენ რაღაცა ზურა ჯაფარიძე ერთობა აუცილებელი და ერთობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება და ასე შემდეგ. რაც ილაპარაკას ზურამ ნახევარი წუთი ილაპარაკა თუ წუთ ნახევარი. ხო, სათქმელის 20% თქვა 27. ის კი არ გამოიტანა იმისთვის რომ ადამიანებს შეაზიზღოს ზურა ჯაფარიძე, გამოიტანა სათაურად ყველაზე დიდი სირთულე რა არის იცით ციხეში? სექსის ნაკლებობაო, ნაკლებობა თუ თქვა ზურამ. არც მას უთქვამს ბოლომდე სიმართლე. სექსის არ არსებობა სჯობდა ალბათ და ამას გულისხმობდა ალბათ. ხა მე დავსვავ კითხვას ამგვარს.
კალაძისთვის, რომელსაც აუცილებლად დაიჭერს მომავალი ხელისუფლება, როგორც ბანდიტს და არა როგორც პოლიტიკოს. არა იმგვარი ბრალდებით დაიჭერს, რა ბრალდებითაც დაიჭერს ზურა ჯაფარიძე თუ ნიკა გვარამია თუ ნიკა მელია თუ რა ვიცი ვინც დაჭერილია უამრავი ადამიანი, ხო? არამედ დაიჭერს კორუფციისთვის და ასე შემდეგ, მისთვის რა იქნება ყველაზე დიდი სირთულე კალაძისთვის, ციხეში რომ მოხდება სექსის ნაკლებობა თუ არ არსებობა არ იქნება და ვისთან სექსის. ესეც მინდა ვიკითხო ბარემ. არა, რამეს არ გულისხმობ, არ გეგონოთ. უბრალოდ ვკითხულობ, არ იქნება მისთვის პრობლემა? თუ კალაძე ან გურამ მაჭარაშვილი ან ირაკლი კობახიძე ან მამუკა მდინარაძე ან რა ვიცი კიდე ვინ არიან სოზარ სუბარები და ასე შემდეგ, იმაზე ჰაიდეგერზე დაგველაპარაკებიან. როგორ გონიან? რა არის ყველაზე დიდი სირთულე შენთვის? მე მგონია რომ არა თუ საპატიმროში სექსის არ არსებობა ნაკლებობა, არამედ საპატიმროსი მიღმაც კი ზოგი მათგანისთვის სექსის სწორედაც რომ არ არსებობა ან ნაკლებობა ყველაზე დიდი პრობლემა მოცემულ ეტაპზე დიახ დაკავებულ ირაკლი კობახიძეს ქვეყნის საჭირობროტო საკითხების გადაწყვეტით დაკავებულ ირაკლი კობახიძეს მე არ ვიცი რჩება თუ არა დრო სექსისთვის ასე ვიკითხავ პირდაპირ და გულახდილად გეტყვით ისე ხანდახან ისეთი მზერა აქვს მეთქი რომელიც ფსიქოთერაპევტი მე ვარ მაგრამ ხანდახანზე ხშირად გონია რომ ბატონი კობახიძისათვის ეს უკვე დღეს საპატიმროში მოხვედრის გარეშეც კი არის პრობლემა კვლავ ვიმეორებ მე აქ არ ვლაპარაკობ საბოლოო ჯამში დე ფაქტო ხელისუფლების სიავეებსა და მზაკრობებზე არც იმედის სიავეებსა და მზაკრობებზე ვლაპარაკობ მე აქ ადამიანს ვეძებ მათგან ერთს თუნდაც ერთს კინკილას რომელმაც ერთმა მათგანმა უნდა გადმოდგას რომელიღაც ეტაპზე ნაბიჯი და თქვას რომ ეს რა შეცდომას ჩავდიოდიო ოღონდ მე პერსონალურად უკვე იმდენად ბევრი წითელი ხაზი გადალახეს მათ რომ მე პერსონალურად გულში არც მედიის არც პოლიტიკის არც მათივე ექსპერტების არც ჩემი უცნობების და ასე შემდეგ უმრავლესობა 99% ლამის მე გულში ვერ დავებრუნებ ხა ერთხელ შეიძლება მიესალმოს რომელიმე საქვია იმას პალმა დე მალორკაზე ტენერიფეზე წასულებს ადამიანი მაგრამ შეიძლება მიესალმოს შორიდან მაგრამ მე პერსონალურად ვერავის დავიბრუნებ არა მარტო მათ არამედ მათაც კი ვინც ტაშფანდურით ტრულაილას ფული რად უნდა ამგვარი კონცეფციის საბოლოო ჯამში ამ ეგრეთ წოდებულ კომპოზიციას არ გულისხმობ ამგვარი ტრულაილას ფული რად უნდობით არიან დაკავებულნი ჩვენ სინამდვილეში მაშინ ჩვენს ბათუმში მაშინ როდესაც ბათუმელი მზია ამაღლობელი თვალის ჩინ დაკარგულია და რომელიც არის სინდისი ჩვენი დღევანდელი ქვეყნის ახალოდ თქვენ ვინც ასე მოეტენეთ და გადაეფსქვენით ამ ხელისუფლებას ამ ქვეყანას ხო ხავს სინდისი ერთი მაგალითად მზია ამაღლობელი და ხავს ბევრი უსვინდისო გამობიზინებული არა მხოლოდ ხელისუფლებაში ესაა სიმართლე კალაძეს რა აკლია ჩვენში დარჩეს ფული თუ სექსი არ ვიცი